სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებით ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, არ ამგონია, უკვე ჩვენ 700 კითხვაში ეს დასმულ იყოს. და მაყრივალი ძალიან საინტერესო, მეც მიფიქრია ამაზე და ალბათ თქვენც დაფიქრებულ ხართ არ ამაზე. და კითხვა ესეთი არის. რამდენიმე წელი ამაზე ვფიქრობ. მე წავიკითხე ბიბლიაში, რომ იესოს რწმენა ქონდა. შესაძლოა მე ეს არ მესმის, მაგრამ თუ ის ყოვლის მცოდნე იყო, რატომ სჭირდებოდა მას მაინც რწმენა? მე ესე დავასათავო, თუ იესო ქრისტე ყოვლის მცოდნე იყო, რაღაც სჭირდებოდა მას რწმენა. ძალიან საინტერესო კითხვა არის, ხო? მოდით მოვუსმინოთ ბატონი ჯონი ამას რო გაცემს და ის სწორი შეხედულება აი ყველა დეტალში, ხო? დაბნეულობას აღარ იწვევს. როდესაც შენ ამას არ გიხსნიან, მე გადიან ადამიანები, ფილოსოფოსები ან უარყოფენ, რომ იესო არ შეიძლება ღმერთი ყოფილიყო და ამავე დროს ადამიანი და 1000 რაღაცებში ეხვევიან. აი საქართველოში რაც არის, ხო? აღრეულია, მაგრამ არა აქვთ კარგად წარმოდგენა, თუ რა იყო ქრისტეს განსხეულება და რა იყო მისი განკაცება. ამიტომაც არის ბევრი მერე რო აწყდება პრობლემებს და ვინც ამაზე იფიქრა, ღმერთმა გაუხსნა კიდევაც ამის ასახსნელად თავისი ელემენტარულად სიტყვა მიცა, რომ ეს დაელაგებინა და აი მოდი მოვუსმინოთ ახლა და მე მგონი თქვენც კარგად ისიამოვნებ და გაგიხარდებათ, როცა ამას გაიგებთ. სხვათა შორის ეს ძალიან კარგი კითხვა, ესე იწყებს ჯონ მაკარტური და როგორც ახალ აღთქმაში ნათქვამი, იესო ენდობოდა მამას. ეს ყველაფერი მის განკაცებასთან არის დაკავშირებული. ნახოთ ახლა შემიძლია თუ არა ამის განმარტება თქვენთვის. როდესაც იესო განსხეულდა, ანუ განკაცდა, როდესაც მან კაცის ფორმა მიიღო, ამას აგვიწერს ფილიპელთა წერილის მეორე თავი. აი კიდევ ერთხელ ხალხო ვწუნდები, რომ ბიბლია ბიბლით განიმარტება. ჩვენ სხვა კითხვები არ უნდა ვეძებოთ ჩვენს განცდაში, დგონებაში, ადამიანების ვიღაც ფილოსოფოსებს არ უნდა მოუხმოთ. ისევ და ისევ ბიბლიას და ადამიანებს არ უნდა რომ ბიბლია ესე მშრალად პირდაპირ მიიღონ. და ამის პრობლემა არის, ხო? ეხლა პატარა თავისი სიტყვებით გადმოცა ჯონმა, მაგრამ მე მთლიანად მოვიყვან იმ ადგილს, რომელიც ფილიპელთა წერილის მეორე თავში აღწერილი. მას თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა, სრულქმედით ჩემი სიხარული, ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანი და ერთაზროვანი, არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატიმოყვარებით, არამედ თამდაბლობით, საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც. იზრახვანი იქონია თქვენში, რაც ქრისტე იესოშია. მან თუმცა, ახლა იწყება ესა, მან თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა, ღვთის თანასწორად ყოფნა. ხედავთ, მისატაცებლად, ესე იგი, კი არ ჩაეჭიდა იმას და არ მინდა მე არ გაუშვა. არა, ქრისტემ ნახეთ დათმო, არამედ წამოიცარიელა თავის მონის ხატება, რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომაც ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაეს სახელი, რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრგოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწის ქვეშეთმა. და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი მამა ღმერთის სადიდებლად. ხედავთ? ნახეთ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავდა თუ არა იმას, რომ მან შეწყვიტა ღმერთად ყოფნა? არა, არანაირად. მას არ შეუწყვეტია ღმერთად ყოფნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა თავისი ზოგიერთი თვისებების თავისუფლად და დამოუკიდებლად გამოყენება და ამიტომ ჭირდებოდა მას მამაზე მორჩილება და რწმენით მინდობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თქვენ გაქვთ ასეთი განცხადება, სადაც იესო ამბობს, არავინ იცის ის დღე ან საათი, არც კაცის ძე. და იესო საუბრობდა იმ დროზე, როდესაც ის მოვიდოდა მეორეჯერ და დაამყარებდა თავის სამეფოს. და მისი განსახიერების, განსხეულების ამ ეტაპზე, როცა ის განკაცდა, საკუთარი ყოვლისმცოდნეობის ნებაყოფლობითი შეზღუდვა, თვითონ შეიზღუდა. მან არც კი იცოდა ამ მაგდროს, როცა ადამიანის სხეულში იყო აქ დედამიწაზე, როდის მოხდებოდა მითი მეორე მოსვლა. ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს შემოიფარგლებოდა იმის გამო, რომ ის განკაცდა. და მე ვფიქრობ, როგორც კი ის განკაცება დასრულდა, ის დაუბრუნდა თავის ყოფილ სისავსეს, რასაც უკვე იონეს სახარებაში თვითონ გვიყვება სულიწმინდა. აბა მოვუსმინოთ ახლა იონეს სახარებაში პირველი თავიდან. გასწავლეთ, მეჩვენე თავიდან პირველ მუხრიდან. ამ ლაპარაკის შემდეგ იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: მამაო,
დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდო შენ. ვინაიდან ყველა ხურციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას შააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც მოავლინე იესო ქრისტეს. მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად. ახლა კი განმადიდე შენით მამაო, იმავე დიდებით, აი ახლა მნიშვნელოვანი, რაც წუთისოფლის გაჩენამდე მქონდა შენთან. ხედავთ? ესე იგი მან თვითონ დათმო და მამა აძლევს ისევ იმ დიდებას, რომელიც მას ჰქონდა. ანუ ის დაუბრუნდა ღმერთთან პირისპირ ყოფნას და დაუბრუნდა იმ დიდებას, რაც მას ჰქონდა ღმერთთან, სანამ ის მოვიდოდა სამყაროში. მას ისევ კვლავ სრულად ექნებოდა თავისი თვისებები, სრული ყოვლისმცოდნეობა და კარგად იცოდა თუ როდის მოხდებოდა მეორედ მოსვლაც, როდის მოვიდოდა და დაამყარებდა თავის სამეფოს. მაგრამ როდესაც როგორც აღვნიშნეთ, ის ადამიანის სხეულში იყო, მას ეს შეზღუდული ჰქონდა და არ მოუტყუებია მას, რომ მან არ იცოდა იმ დღის შესახებ, არამედ მამა. მაგრამ მისი განკაცების დროს ამ განსახიერების გამოხატულებაში მას სიტყვასიტყვით მსახურად აქცია თავისი თავი და შეიზღუდა თავისი თვისებების დამოუკიდებელი განხორციელება და შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რაც მამას სურდა მისგან. შესაბამისად, თვით დაწესებულ შეზღუდვებში მას მოუწია ღმერთისათვის მინდობა, დაჯერება და რწმენა, რადგან იმ დროს სურვილის გამო არ იცოდა ყველაფერი, რისით ოდნავ შეიძლებოდა. შესაბამისად, მას დობისა და რწმენის რეჟიმში უნდა ემოქმედა მასთან მიმართებაში. განკაცება და მისი განდიდების შემდეგ ეს აუცილებელი არ არის, რადგან ის უკვე სრულ ზიარებაშია სამების სრულ ყოვლისმცოდნეობასთან ერთად, ყველგან ყოფობასთან, ყოვლის შემძლეობასთან და უცვლელობასთან ერთად. გასაგებია? დიახ, მადლობთ. ძალიან კარგი კითხვა, თქვენს მადლობა ამ კითხვისათვის.